Гамаджо, Зероумас. Мы находимся на центральной улице Тбилиси, проспект Муштавы, где проведем социальный эксперимент. Здесь написано, я брат, если вы считаете, что мы братья, давайте обнимемся. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია 9 საათი და პირველ რიგში გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარ და წმინდა მარიამის კალთა და მადლი ფარავდეს მთლიანად სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ახლა დღევანდელ გადაცემას. ჩვენ რო დავიწყეთ საუბარი, მანამდე გავიდა კადრები და უყურებდით ალბათ პატივცემულო ტელემაყურებლებო, რო სადაც და რა თქმა უნდა მიუსამძიმრო ამ აფხაზი ბლოგერის შობლებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ჩვენ ქვეყანაში და არ ვიცი ეს რა იყო და რა თქმა უნდა, დღევანდელ გადაცემას ისევ და ისევ გავხსნით ჩვენ პატა აბულაძე და კახა ხურციძე, რომელიც არის პატა აბულაძე ამ ტელევიზიაში პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელი და ჩვენ გავხსნით ახლა იმ თემებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინოთ, უყუროთ და იქიდან გამოიტანეთ თქვენ თვითონ დასკვნები, როგორც საზოგადოებამ და მაყურებლებმა. ბატონო პატა, აფხაზეთის მოქალაქე, რომელიც იყო საქართველოს ჩამოსული და იყო ბლოგერი და მან ესეთი პლაკატი გააკეთა, ეხლა გავიდა ეთერში და მაყურებელიც ნახავდა მაგას, რომ მე ვარ აფხაზი, თუ თქვენი მტერი არა ვარ, ჩამეხუტეთ და ეხუტებოდა მთელი მოსახლეობა და ეს ახალგაზრდა ბიჭი ნახეს ერთ-ერთ ნაქირეებს საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი. ამასთან მიმართებაში რა სიტყვით და რა იყო ამ გარდაცვალების მიზეზი, ჯერ დაუდგენელია გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ აი ამ ანალიზი რო გავაკეთოთ ამ ხრივ და თან მინდა ამას დავამატო, ბატონო პაატა, რომ გამოვიდა ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც უფრო სწორად ექსპერტიზად მოაქვთ თავი. გოგა ხაინდრავა და თქვა რუსეთის ხელდანა მოკლულიო და თქვენ რა სიტყვით ამის თაობას? პირველი ეგ მინდა აი აფხაზი ბიჭი დაური მე არ მინდა გვარით დაური, იმიტომ ის ყველას ოჯახის წევრი იყო რა. დანარჩენ საქართველოში ჩამოვიდა და თელ მსოფლიოს ანახა, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთში გასაყოფი არაფერი არ აქვს. აი ერთმა ამ ბიჭმა ამის საქციელმა ეს უკვდავი კადრი ახლა ჩვენ ვანახეთ, ეს არის უკვდავი კადრი. ეს შთამომავლობაზე გადავა. ეს არის ხიდი, რომ დანარჩენ საქართველოს ანახოს აფხაზებს, რომ ჩვენ თქვენი მტრები არა ვართ. უყურეთ რა. რა თქმა უნდა, მე თუ მოსახლეობა ჩვენი ერთგული მაყურებელი არ დაიზარებს და ჩვენს წინა გადაცემას გადაახვევს, მე აქ ვთქვი ერთი რამე. ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩვენ სამეზობლოში, რომლებისთვისაც ეგზისტენციალური საფრთხეს წარმოადგენს ქართველებმა, რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა თუ ერთმანეთში დავნახდით. ჩემი სიტყვებია. ეხლა რატო ვიწყებ ამ გოგა ხაინდრავათი? არ ვაყენებ შეურაცხყოფას, გასაგებია რუსოფობია ტიპი. გასაგებია, რომ არის ჩვეულებრივად ვისი რომელი ქვეყნის აგენტურაც, ანუ არ უნდა რავი როგორც არის. ესე იგი წლებია ეს ადამიანი აქ ცხოვრობს. წლებია, კაცო, ეხლა და უყურე რა. როცა რაღაცა ნაპერწკალი გამოჩნდა. შეიძლება არც ისე კაშკაშა, მაგრამ მაინც ნაპერწკალი იყო. ეს ნავთობის შეტანა შეგნით. ეს რუსოფობიასთან ბრძოლა,
ის რომ იქიდანაც მეტნაკლებად უკვე კაი სიგნალები წამოვიდა და ხდება ეს. თუ მოკლა უნდათ ამ რუსებს ამისი ჯერ ასე გიჟია, მაგრამ თუ ამის მოკლა უნდა რავი წლები არ ცხოვრობდა დამოდიალობდა იქ ბიჭი კაცო. აქამდე მოკლავდნენ და ეხლა არ მოკლავდნენ. რატო იცი იმდენ უყურე მე მაინც გონია რომ ჩვენი მეზობლებისგან არ ვასახელებ, იმიტომ მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მეზობლებში რა ვიცი მრავალპარტიული ბრიფინგებს აწყობენ. 1 მილიონი მუჯაჰედი უნდა ჩავიდეს, ეს პროექტიც მიღებული აქვს კაცო. აფხაზეთში. ის რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მაგათთვის ღმერთმა არ აქნას და ქართველები და რუსები და ეს აფხაზები, ოსები დავლაგდით, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე მეთქი კაცო. იმ ჩვენი მეზობლებს ხალხმა იცის ვიზეთ ლაპარაკობ. ვინებზეც ერთი არ არის, ერთი ორია. ხო, უყურე. ამ დროს ხდება ეს ტრაგედია. ეს ტრაგედია რო ხდება, იმ სახელმწიფოს აგენტურა შემოაგდეს უცბად და ხალხის მიმართულება მისცეს. რა არის რომ იქნუეძებთ მაგის მკვლელობის დამკვეთს. აი იქ არის რუსეთში რა თქმა უნდა. მაგრამ შენ ხო იცი რომ ეგრე არაა, რატო ლაპარაკობ? ხო და მაგას გეუბნები, აი ეგაა ყველაზე დიდი მაგას გეუბნები რომ სამარცხვინო ადამიანი. უყურე, ხალხის აზროვნება მიყავს იქით რომ აბა ეხლა სხვა ისმდა კაცო. აბა რა თქმა უნდა იმათ უნდათ კაცო. იმათ ხო მეტი საქმე არა აქ ეხლა ამას ვიღაცა მაგათვით ვიღაცა ხო დაურ გუმბა და გუაბა მეტი პრობლემა ხო არა აქ იმათ კაცო. მაგრამ ხალხის აზროვნება უნდა რომ იქით გადაიყვანოს. რა არის რომ იქით არ ეძებო? მაშინ გეუბნები იმდენი დიდი აგენტურა ყავს საქართველოში ჩვენს მეზობლებს რუსების გარდა, რუსეთის გარდა. რუსებმა საერთოდ დაიძინონ და დაისვენონ. გულით მაგაზე მისკდება რომ ისინი ჯობიან აქა. აი ბრიტანელების, აი ისრაელის, აი თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის. ხო, მაგრამ იმათი ის კი ვიცით აგენტები არიან დაუშვათ, მაგრამ შენ ქართველი რატო ყვები იმ აგენტებს და შენ არა, ჯერით არა ხა გოგა ხაედრავა, რა გოგა ხაედრავა თქვა და რა იმან კაცო, ნიკა გვარამია. ერთი დეგეძალა, წონა აქ მაგათ. მაგრამ შენ თუ რუსოფობია ტიპი არის პირწავად ეხლა უყურე. გაგახსენეთ 4 ოქტომბრის ეს ჩვენმა სოდომიტებმა იერიში რომ მიიტანეს იქ იმაზე პრეზიდენტის სასახლეზე. გოგა ხაედრავის კომენტარი გაგახსოვთ? გაგახსენებთ? რა თქმა უნდა ეს FSB-ს დაგეგმილი იყო. FSB-მ დაგეგმა, ანუ FSB-მ გადაუხადა ფული ამ სოდომიტებს და ჟურნალისტმა ის სოდომიტი იყო ის ჟურნალისტი. მაგრამ იმდენად შეწუხდა რომ ბიჭო რაღაცა სიგიჟეს ამბობს. გაიგებთ რომ თქვენაო რაიცით რატო ამბობთ მაიდამაიდ FSB-მ და რატო უნდა დაეგეგმა რუსეთსო? აზე ხარ რა შეეკითხა სოდომიტი? ჟურნალისტი. იმიტომ რომ რუსეთს ხო ჩვენი წარმატება რო ხარიაო. რუსეთსო ჩვენიო ის უნდაო გაუბედურებაო და წაშლაო მითისაგან პირისაგანო. სო აიმით ამოიფარგლა. აი ამის გამო დააფინანსა თურმე 4 ოქტომბერს ბურჭულაძე და ესენი რუსეთმა. აი ესეთი რუსოფობია ტიპი. ეხლა ესეთი ტრაგედია დატრიალდა. გაიგეშე? და ესა თავის რუსოფობიული ჩართო რა. ანუ არ გაუშვა მომენტი ხელიდან. რა არის რომ ბიჭო აი ეგა რუსებმა მოკლესო. და რო კითხები რატო? რატო მოეკლა რუსი? ბიჭო ეხლა რატო მოკლა და პირიქით რა ვიცი რაღაცა დავლაგებისკენ მიდის, რაღაცა ნავთობის შეგვაქვს, რაღაცა რუსოფობიასთან ბრძოლა დავიწყეთ და ახლა რატო უნდა მოეკლათ კაცო? ტვინი ხო უნდა ქონდეს ადამიანს მაგას რო ამბობს. რამე კონტრაში ვართ რუსებთან? რა მე მგონი კაი გადაცემები მიდის ღმერთის ხანობით. იქ რაღაცა ბლოგერები წერენ რაღაცებს ქართველებზე და რაღაცა ანუ ერთოს თხოვე რა ბლოგერს რა იქ სალავეოზე გამოდის რომ 20 წუთიანი ჩაწერე მეთქი რა
რომ აი თუნდაც აი ესეთი რომ საქართველოს ნეიტრალური დაიჭირა და არ ჩაერთო და ნურავის ნუ შეაქება. просто ის რომ ესეთი აი ეს თხოვი და გააკეთა ამ ბიჭმაც. და მოედო ხა ის ყველა თავის რაღაც რესურსებს ვიყენებთ, ხო რომ რაღაც ამ ქვეყანას ის სწორი გზა ნახოს. თუ გამოვარდა ახლა ესე დაგი რა თქმა. ეგ რუსებმა მოკლესო. რატომ უნდა მოეკლათ? მაგრამ უფრო მეტ გეტყვი, აფხაზები რუსულად ლაპარაკობენო. კაცო, მეც მოусმინე, ფიქრობ. დაიცა 100 წლის უკან როგორ იყო? ეხლა კითხულობ? ბიჭო, რაც აფხაზი არსებობს, სრულად ლაპარაკობს. რაც ფიზიკურად არსებობს, აფხაზი სრულად არსებობს, ნუ ხედველობაში მაქვს, რაც რუსეთი შემოვიდა კავკასიაში. მე-19 საუკუნე, ხო? ბიჭო, და დასცინა აფხაზებს, გაიგეში. დასცინა, ბიჭო, გადავილიე კაცი რა. აი ესეთი ძლიერი ექსპერტები ყავს გულაშვილის კლუბში. თითქოს ეხლა და 34 წელია რაც რუსულად ლაპარაკობენ. ან კომუნისტების დროს, ან მეფის რუსეთის დროს, ან კიდე იქით, ხო? ისინი რუსულად არ ლაპარაკობენ. აი ესეთი რუსოფობი ადამიანი ეგადან როგორ ფიქრობთ ეს პოლიტიკური ხაზი არის თუ აი მე გეტყვი კიდე ერთხელ რომ ამას მე მაინც ვარაუდობ, ჩემი ვარაუდობ და არა დასკვნას, მე ჩემი ვარაუდია რომ ეს არის ამას უნდა მოყვეს თუ ხელისუფლებამ ეხლა მყისიერად არ გამოიჩინა ვაჟკაცობა ძალოვნებმა და ამას საქმე არ გაიხსნა, გეუბნებით რომ ამას ჩვენი მეზობლების აგენტურა ამას გამოიყენებენ რუსოფობიისთვის. ამას მისცემენ სხვა მიმართულებას. კიდე უფრო მეტ დაძაბვას აფხაზებთან. ხვდებით? ამიტომ აქ ცოტა ფაქიზად მინდა შევეყო, მე მაინც მგონია რომ ჩვენი ძალოვნები ბარამიძის განცხადება ხო არაფერია. რა თქმა უნდა ეს არის ერთი ცეპია მეთქი. კახა ამათ ესენი გიჟები არიან, ამათ გონება არა. მეც ვფიქრობ რომ ეს ბარამიძის განცხადება ერთი ჯაჭვია ესა. ჩვეულებრივად ერთი ჯაჭვია ბარამიძე, თურქეთის მეჯლისის განცხადება, ეხლა ეს მკვლელობა, არავით არის, მკვლელობა. და ეს არის ერთი ჯაჭვი. ესო აფხაზებმა ეგაო აიტაცესო მერეო ბარამიძის განცხადებაო. ბიჭო, ახლა უყურე რა. 34 წელია თუ რამე საერთაშორისო ტრიბუნა იყო, ჰაგა, ტრასბურგი, გაერო, მაერო, ხუიარეო, რაც იყო, ხო? ყველგან წერია, რომ აფხაზებმა რუსებთან ერთად ჩაიდინეს გენოციდი. ამ დროს აფხაზებს უვარდებათ დოკუმენტი ხელში მაგ დროისთვის დიდი თანამდებობის, ძალოვანის თანამდებობის აღიარება, ხვდები, ხელში უვარდებათ და როგორ ფიქრობ, არ გამოიყენე. შენ არ გამოიყენებდი? გამოიყენა კიდევ. გამოიყენა კი არა, ასე რო აუფარა. გოგასროლები ხაიდ ასე რო აუფარა. ყველას კიდე ჩვენ მოუწყეთ გენოციდი ქართველებს? კიდე ჩვენ მოუწყეთ ეთნოწმენდა? აგერ ბატონო, მაშინდელი დიდი თანამდებობის ხალხის განცხადება და სახელმწიფომ ამაზე დათანხმდა. შეიძლება შეწუხდნენ გააკრიტიკეთ, მაგრამ სახელმწიფოს ეს ადამიანი არ დაუჟია, კაცო. ასე უნდა, იმიტომ სასამართლო რომ წარიმართოს, ეშინია, მე გონი აფხაზის პოზიციიდან გელაპარაკებით. შიშია თუ შეიძლება ამ ბარამიძემ მართლა დაუმტკიცოს. ხვდები, ანუ აფხაზ აქ უკვე ამის საფუძველი რომ შენ საერთაშორისო ტრიბუნალო თქვენ რომ წინა წლებში დასკვნები გამოიტანეთ, თუნდაც ცდარი დასკვნები გამოიტანეთ. არის მარტო რომ ბატონო რო ვახა თავი? თუ არ გინდათ რომ იმართო, მაშინ ბარამიძე რა დაგით გარეთ, კაცო? რატო არა დღეს? კიდე აფხაზია დამნაშავე თქვენი სახელმწიფო ეგუება ამას, კაცო. და იმაზე მოვდით გული რომ აფხაზებმა ისო და ხელზე დაიხვიესო. ეგ როგორ გაბედეს, კაცო, როგორ დაიხვიეს? უკვე შემაგამადაღლებს. აი ესეთი აზროვნების ხალხი ვართ. გოგა ხანდაას ერთი არ წამოსწება უთხრას რომ ბიჭო, ხელისუფლება შეიძლება შენ მაგათო ბარამიძესთან, მაგრამ ამით სახელმწიფო ზიანდება, ამით
ანულირდება ყველა ის გადაწყვეტილება საერთაშორისო ტრიბუნალში. რა დროს მაკაცობა ქვეყანა იღუპება. მაგრამ უყურე, სხვა რამესო. ერთი მაგის კითხვას არ დაუშვა კაცო, ხელისუფლებას. რომ თქვენ რასაკეთებთ, კაცო? ნიბელზე გამოვიდა გაერო სუშიშოების საბჭოზე და ააფრიალა ეგ დოკუმენტი, კაცო. სახელმწიფო რაკნა? სახელმწიფო სოლიდარულია ბარამიძესთან, კაცო. შეიძლება კიდევ ერთხელ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოვიდნენ და აგმონ, არა, ესე არ იყო, დედას ფიცავარ, მამას ფიცავარ, ვეტერანები გამოვიდეთ, ომის ვეტერანები ვთქვათ, რომ არა, ჩემი დედა თუ ესე იყო. გაიკეთეთ უკან განცხადებები, ვის რა შეინტერესებს? შენ სახელმწიფოს პოზიცია მანახე რა, კაცო. სახელმწიფოს პოზიცია არის 0. 0. და აფხაზებმა რა කරან ახლა? არ გამოიყენო ნეგა? რატო? უყვარ ხართ? კაცო, ნაციონალების დროს რას დანაშაულებები ხდებოდა, გოგა ხაინძრავა ყველა დანაშაულებში იყო მონაწილე. მაშინ რას ქვია, ახლა მაშინ იყო თანამდებობის პირის სულმაგი. ნაციონალების დროს. მაგაზი არ არის კახა. და დღეს გამოდის და ისევ რუსეთს ურთხავს მაგაზე კი არ არის. მე სხვა რამეს ვამბობ. აფხაზს სანამ დანაშაულებ რამეში, ჯერ შენ მოთხვირი ნახე აქ რა კაცო. რა გინდა იქით რო გამიხარ, შენ რამე გააკეთე მიგისთვის რომ ან ბარამიძე დასაჯე, ან იებოხვიჩია დასაჯე, დახურეთ მაგის ტელევიზია. ვინმე რამე პრეტენზია, სახელმწიფო პრეტენზია გამოთქვა? რა გინდათ იმ აფხაზებთან? ის აფხაზი რო შემოგიტელებს და გითხრას, ბიჭო, ჩემთან რა გინდათ, მაო? შენი ხელისუფლება დაეთანხმა შენ ბარამიძეს, კაცო. თუ არ დაეთანხმა, მანახეთ, აბა რასვი არ დაეთანხმა, მანახეთ. ის პრემიერმა რომ დაგმოდა მახაჩა? კაი კაცო ერთი რა. И всё ეგ არის? ამიტომ კიდე ისეთი ბიჭო არ ვაყენებს, აღარ მინდა რა შევაწუბები ვაყენო, კაც შეიძლება ხვალ მაგხალთან ერთად აკოფში ჯდორო მომიწიოს. მაგრამ ტვინი ხო უნდა გააჭრო ბიჭო დაბერდი კაცი ამ პოლიტიკაში. დაბერდი თო. ერთი სიტყვა როგორ არ უთხარი ბიჭო ხელისუფლებას რომ ბიჭო ან დააკავეთ. ამ პროკურატურამ დადოს დასკვნა კაცო. თორე კირიგონები ის თქვენი ყველა ეთნოწმენდა, გენოციდი, თავების ფეხბურთის თამაშები, თვალის ამოთხრა და ჭამა და ყლაპა და რებს სიგიჟებს რაც ლაპარაკობდი. კაცო, ეს რა იყო მაშინ დაბარებული რო ყავდა პროკურატურას, ეს იქა ძველი მეომარი ხალხი და ათქმევინეს რომ მართლა იყო არა, მაგრამ ბარამიძესა და ამ დროს კახა რა გააკეთა? კახა უყურე, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციები. სასამართლოები. მე მაგალითად ფეხები მიგიდეკ სასამართლოების და ყველანი, კაცო. ეს დაჟე სტრასბურგის გაერე, ესენი არიან სულ ხრესაბაჩი, კაცო. მაგრამ შენ ხო მაინც დოკუმენტში ხო ქონდა დაფიქსირებული, რომ აფხაზეთში მოხდა ეთნოწმენდა, აფხაზეთში მოხდა გენოციდი. ხო ეს იყო, კაცო, ის საერთაშორისო ხო აგე რა გიფრიალა დოკუმენტი, კაცო. რომ თქვენ რაც გადაწყვიტეთ წინა წლებში რა დასკვნად გამოიტანეთ. ეგ ყოფილა სიცრუე. თუ ვინმე გენოციდი ჩაატარა აფხაზეთშიო, აგე ბატონო თვითონ აღიარეს მე ხوارებს წარმომბობო. თვითონ აღიარესო, კაცო, მაღალი თანამდებობის პირები, თანამგზავრობა სტრუქტურაშიო. თუ ესე არ არის, მაშინ ის სტრასბურგის სასამართლო გეკითხება, ესეა და შენ ჩუმად ახარ. ან სოლიდარული ხარ მაგასთან და ადასტურებ ხო ეგრეა. თუ ეგრე არ არის, მაშინ გამოიტანე დასკვნა, სასამართლო გადაწყვეტილება მიატარე, რომ არა ბატონებო, ესე არ არის. შენ ჩუმად ახარ, ეს ტიპი დაბოდიამობს პოლიტიკურ განცხადებებს, აგერ პოლიტიკაშია კიდე დღესაც, ანუ არაფერი რა, ანუ მართალია ტიპი. შენ ხო რეაქცია არ აქვს, კაცო. ხო და რა ველოდოთ ახლა ამ გადახედვას, ამ ეთნოწმენდას, აგერ ნახავთ თუ არ მოხდება ეგა. ეხლა რა მოხდება კიდე ამ ბავშვის გარდაცვალების ხო ამას კიდე შალკია კიდე მე კიდე ერთხელ გეუბნებით რა ეს დაემატება აგრესიას აგრესია ეს იმ ჯაჭვშია დამიჯერეთ საცა ბარამიძის თემაა და იმ თურქების და ამის რატო კიდე ერთხელ გეუბნებით ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მეზობლებისთვის ჩვენ რომ დავლაგდეთ რუსებთან და თურქებთან
აი შეგვიძლია თქვა რომ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. აი ეგზისტენციალურ პირდაპირ. როცა დალაგებისკენ მიდის საქმე, მაშინ წყდება ზუსტად ის ჯაჭვი, რომელიც ჯაჭვიც არ მოწყდეს. აი ვინ წვიტავს ამას? თვითონ ქართველები წვიტავთ. ეხლა უყურე, კიდე ერთხელ დღეს გაკეთდა საშინელი განცხადება. გავიგე რუსოფობიული, მაგრამ ეხლა მე მინდა ერთი რამე ხელისუფლებას მიმართო, რომ სასწრაფოდ დაიდოს დასკვნა ამ ბიჭის კვლელობაზე. ეს აუცილებლად უნდა. სასწრაფოდ ამას მარტო ამ ბიჭის კვლელობა არ ქვია კაცო, ამას კიდე სხვა რამე მოყვება. აი ეს არის ჩემი კომენტარი. არავის შეუწყოს არ ვაყენებ, ის საკმარისზე მეტი მივაყენებ გოგა ხაინდრავაცას და იმათაც. არიან ჩვეულებრივი რუსოფობები, ყველა მითის, ვინც საჭიროა, რომ ეს კაცი არაფერი ღირებული არ არის მაგის სიტყვას. წონაც აღარ აქვს. ნუ კაი, თქვა, რა გვარამიემა თქვა და რა მაგარი თქვა რა. ბატონო პაატა დაადგენენ ექსპერტიზის თანამშრომლები ამ ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებას და აუცილებლად გამოიტანებენ სააშკაროზე, იმიტომ ეს აუცილებლობას წარმოადგენს დღევანდელ ვითარებიდან გამომდინარე. რაც შეეხება, მეორე კითხვაზე მინდა გადავიდე, მდინარაძემ დატოვა თანამდებობა და წავიდა დასასვენებლად ან სახლში დაისვენოს, მაგრამ კობახიძემ თქვა გადაიღალაო და მაგრამ 10 წელი ვაკეთავ ამ კაცმა ქართველი ხალხის წინაშე ბევრი კარგი რაღაცა. პარტიაშიო კაცო. ხო, თუ პარტიაში ბოდიში. პარტიაში ვაკეთავ და თქვენ რა სიტყვით აი ამ ახლა გეტყვი. წასვლით რატომ მოხდა მამგამდინარაძე დღეს მანდა მაინც. ახლა თუ პარტიაში ესე ეზიზღებოდათ ცოტა საშიშია უკვე. რამდენი ეგეთი მაშინ მე უკვე ფიქრობ. ტიპები რომელი ვიცი? აი იქ რო უწერდნენ კომენტარებში. მეცვა დაგლოცოს, უფალი შეგეწიოს, წარმატებები მამუკა. მირეკავენ. ვიდეო ჩამიწეს, სუფრები აქ გაშალეს, რეგიონებში გეუნები. სუფრები გაშალეს, ბიჭო, როგორი ცხოვრა ამ კაცმა, რომ ყველა შეაძულა თავი კაცო. ბიჭო, ერთი კაცი როგორ, ბიჭო, კაი გავიგე რომ ოპოზიციული პარტიები ისენი შაყირობენ. შიგნით პარტიაში. რა დედის გინებები. რა დედის, ბიჭო, მე ხო გასაგებია რამხელა დარტყვა და ის მომაყენა, ხო, კალაძის გამო. ხო, იქ მეჯერა მაქვს ნათქვამი რა. და მე როგორ სამსახურიდან ხო გამომიშვეს. ზატო ლელო როა ეს. ყველა იგენი შეყარეს. ვითომო ის არისო რეორგანიზაცია, ანუ შემცირებაო. გამოუშვეს პირობითად 5 კაცი, მიიღეს 15 კაცი. ბიჭო, ერთი წამლად ქართული ოცნების ხალდამჭერი მაინც შეგეყვანათ. წამლად რომ მიგეთით აი აბულაძე რატო იტყუები? აი ეს არ არის ქართული ოცნება? ერთი სიტყვა მაინც ეგეთიც არ არის. რა გადაეკიდნენ ამ ლელოს? ბიჭო, მე მევუთხარი. ლელოს გარდა კიდე ხო არის კაცო იქა? სხვა დაუშვათ აი სხვა პარტია სხვა არის იქ სოდომიტებში. ბიჭო, ლელოსთან რა უბედურებაა ეს კაცო? ხო, ნუ მოკლედ ყველა კალადის ბიზნეს ხალხი რო დააყენეს სიმაღლეს დამიხით და რა სამარცხინოდ გამოუშვეს. რა თანაც ქალი რომელიც რუსთაველზე იდგა ბიჭო. რო იცინოდნენ და აი ეს უყველა ხალხი იმით რომ ოჯახის წევრები შიგნით პარტიაში ბიჭო. აი ახლა როგორ ახლა ამის ეს ტელეფონში როგორ ვაჩვენო? გადაირევი რა. ესეთი აგრესია ესეთი ბიჭო ესეთი აი მიუღებლობა ამ ტიპის მე არ გქონია კახა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მატკინა გული ბიჭო ეგეთი არ გქონია მე რო აი ესეთი ძალიან რა მაწყენა რა შიგნით ხა ბიჭო მე უთხარი ესე როგორ იწმენდით კაცო ხო მაგის თქმამდე ეხლა რატო არ იღებდნენ ხმას ეხლა გეტყვი რა ზოგი დეპუტატის ოჯახის წევრები არიან გამგებლების საკრებულოების საკრებულოს დეპუტატების პარტიაში იქა ცენტრალურ ოფისში კაცო მაგას რო წარმოუდგენი ეს ხალხი მირეკავს ბიჭო მე უთხარი აი ეხლა თორშვილის გენება არ მინდა არ მიყვარს ეს რო კაც ეხლა აუბედურება ეს და თორშვილის გენება რა აუბედურება გავიგე ხო მაგრამ კაი მე დავში ისეთ შევეკამა ბიჭო ბოლო ჩემსავე ჩემ ხوار გამოუშიყარ და 2012-იანები ხوار გამოუყრია სამსახურიდან კაცო შენ ხო დღემდე წახარ კაცო მithumetes არ ახარ 2000 აქეთ შევეკამათ ეგ წარმოგიდგენია რა უნდა გაკაცო აი ეს გააკეთა ირაკლი
რა სიტყვებიან რა ვიცი დიდი საქმე გააკეთა თერჯოლაში თავს ვდებ აი რა ვიცი ყველანაირად აი ყველასთან მივდივარ ნიძლავზე გინდ პარტიაში და გინდ მერიაში და გინდ საკრებულოში ერთი კაცი მიპოვეთ ქართული ოცნებიდან ერთი თანაც მე მგონი უნდა დაინტერესდეს დინარაძეს ვინ აუშენა სახლი ეს ხრეში ვის მიქონდა რა ხრეში მიქონდათ იქა როგორ ააშენა ეს ხო ყველაფერი იცის კაცო იქ თერჯოლა რეკავს თვითონ გამგეობიდან რა თვითი მაგრამ მაშინ დიდი ძალა ქონია ამ პარტიაში დინარაძეს კი კაცო ნახლა ვინ ფარველობდა ამ ძალაში ეგეთ საკითხავია ხო მარტო დინარაძეს თვითონ გააკვირ მაგი ვინ არა ნუ ეხლა მაგი მარტო ეხლა იქ არა ხო და მაგას მოაკვირა კახა ვინ ფარველობდა ქართული ოცნება მაშინ ერთმანეთში არ ყვიონ ვინ ფარველობდა ეგენი არიან ქოცები ხო ვამბობდი ეგენი იყვნენ ქოცები მე ვარ ქართული ოცნება ამიტომ უყურე იქ ეხლა მე საიდანაც რაც ვიცი ზუსტად იმას გეუბნები თერჯოლაში საკრებულოს თავმჯდომარე შეისწავლოს ვინმე საკრებულოს სხდომაზე ქოცებს ეძახოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს თვითონ ოცნების შესული სით დეპუტატები ეხლა უყურე ჩვენ შეველით ქართული ოცნების ოფისში შე ქოცო შენა იქიდან ვინ არის ბიჭო ქოცი შენა ხარ ქოცი ესე უყურებდიო პატ ესე ესენი ხო ჩვენები არიან კაცო უმრავლესობაში გეუნები კაცო უმრავლეს ეგ მაგის დაკომპლექტებულია მერია ესენი ეგ თვითონ იქიდან არის ვანგილია თუ ნანახი თერჯოლიდანაა ხო თუ რამე ბიზნესია ეს შევიდეს იქ პროკურატურა ანტიკორუფციული შევიდეს იქ თქვენი ხარზე დაგიდგებათ კაცო გვარ გადაცვლილები გვარ გამოცვლილები რომ რაღაცა მოსკოვში ბიჭო ყველაფერი ვიცი მეთქი კაცო ეხლა ყველა მირეკავს პატა ჩამოდიო დოკუმენტებს მოგიტანთო ბიჭო ტენდერში როგორ იგებდნენ ვინ იგებდაო როგორ წერდნენო მაღლაო და მე ისე თვითონ რო იგებნენო ეს გეუნები ყობახიძე დინარაძის კამანდაზე გეუნებით კაცო ეს გააკეთა ხალხო 2012-ის ჯარისკაცები დღეს რო გახარებულები არიან ესეთი ბედნიერი მეუთხე რა იყო აფხაზეთი ხო არ დაიბრუნოთ რა ზეიმი გაქვს კაცო ესეთი დაწეხილი მეთქი აი ესეთი როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ბიჭო ესე როგორ ბიჭო არ შეიძლება ესე დარწმუნებული ბოკენეს არ აქვს ნაცებში რო იყო ბიჭო ესე თავის ხალხს ესე არ შეაზიზღებდა თავს რა აი დარწმუნებული ვარ რა ამან როგორ მოახერხა ესა კაცო რომ ერთი კეთილი სიტყვის მთქმელი არა ერთი როგორ ვერ ნახე ბიჭო ბატონო პატა ანუ რატო გააკეთა განცხადება რატო წავიდა პოლიტიკიდან არა მარტო პოლიტიკიდან თანამდებობიდან და მე რა თქმა უნდა პოლიტიკიდანაც წავიდა აი რა იყო მიზეზი სავარაუდო მიზეზი მე მაინც გონია რომ მან ცოტა ფულის თემაა მე მგონია თუ რა ვიცი მე მგონი ესეა რაღაცა ფულებსთან უნდა იყოს ეგ დაკავშირებული არა მგონია სხვა თემა იქ ხა ფურცელი შეუგზავნა ხარიბაშვილს და რაღაც ეგ არა მგონია არა ეგ მე მაინც მგონია გაირკვევა პატარა ქვეყანაა კახა მაგათ WhatsApp-ში არა აქ ჩატი სადაც აქ ჩატი იმ ჩატში მეც ვარ კაცო მეც ვარ სხვა ტელეფონიდან დედა პროსტო უნდა ნახო იქ როგორ წერენ ეხლა განცხადებას გააკეთებს და ყველანი ამ ტექსტით იხემძღვანელეთ ეს გამგეობები მერიები მუნიციპალიტეტები მაგათი ცოლები მაგათი სტუდენტიშვილები საყვარლები საყვარლის კიდე მეორე საყვარლები მძღოლები აი ეს მართლა გეუნებით ხალხო ბიჭო მე უთხარი ასე ხო წავიკითხავ კაცო ბიჭო
საყვარლების კიდო საყვარლები. კი, კაცი ისინი ესე ამათ მოგონილი მარტო მაგათი იყო. აი, გაცო. იმათ უკვე თერჯულაში მოიწადი, ნახე თერჯულაში ახდება. თერჯულაში შეხედები ჩვენ რა ხდება. ვაი. კარგი იქნება მან ჩასვლა და მართლა დოკუმენტები. არა, გაჩერდი. კაცი, საკრებულოში თბილისის. მე მაინც ხო ვიცი. მაგრამ ამ ჩატზე გეუბნები. ეს ხალხი რო ბიჭო მე ხალხს გამოვარდება ზოგი ბლოგერი და ლოგინებს. აი თქვენ რომ წარმატებას უსურვებთო. პირდაპირ გეუბნები, კახა, ვინც მაგერს უწერთ, აი წარმატება პრემიერო, წარმატება მამუკა, წარმატება ვიღაცა ბიკელტი, ჟუჟუნა, რა მნიშვნელობა. ჩვენზე აი იმ ბლოგერებზე ძალიან ეზიზღებათ ეგ ხალხი. საიდან ვიცი მაშინ მე? რამდენიც თან ბიჭო ადაო აი ხოგონები აი გული მერევაო რა უკეო რა ისეთი აგრესია უკვე შიგნით მაგრამ იქ Facebook-ზე ნახო ყველაზე მაგარი პრემიერი ყველაზე მაგარი სუსის უფროსი წარმატება ბაბუკა დაწმუნებული ვარ და აი რაღაცა სიგიჟეები აი ეს უ დიდხანს ვერ გასტანს. ამას რა თქმა უნდა ბევრი ლაპარაკი. ეს რომ არ მიიყვანს სიკეთები ამ ქვეყანას და სულ ჩამოშლას თუ გამოიწვევს. ამას რა თქმა უნდა ბევრი ლაპარაკი. ხო ისინი როგორც კი იპოვიან საშუალებას აქედან გადრენ ისე რომ თავის პირად კომფორტ ზიანი არ მიადგეს, ეგრევე გაძვრებიან. ისინი ყველაზე დიდი ნაძირლები არიან. თავისი პირადი კომფორტის გამო აი მას ითმებენ ქვეყნის დაღუპვას კაცო. იქ ჩემნაირი გიჟები კი აღარ არიან რომ უთხრა ბიჭო რა საკეთებთ თო. ამას არის თქვენი არ აყავთ იქა. ამის თქმელი ვინც ვიყავი გიშ მეძახუნი და მაგრამ როგორც მეძახუნი მაინც ყოყდა რა დღეს ჩავარდი. ამიტომ ამბობ უყურე ეს თუ არ შეიცვალა შიგნით გუნდი იდეოლოგიურად არ შეიცვალა გუნდი. ყველა ეს ჯერ დაემსგავსა რაღაცა მაფიოზურ, კლანურ, ჩამყაყებულ. რაღა ბიჭო იქ რო უყურებ ხოლმე ლაპარაკებიან კაცო, ნუ ახლა არც ისეთი პატარა თანამდებობის ხალხი კაცო. პარტიზმებზე გეუნები. მე ვთქვა ეს სულ კალახს გამოიწვევს მე ბიჭო ეს საერთოდ ჩამოშლეს აქ მე ვთქვი პატაო ისეთი დონეზე ვარ რომ ჩამოიშალოს მაგის დედაცო რა მამუკა მდინარაძის წასვლით პრემიერის გადარჩენა ხო არ მოხდა არა კაცო კახა რაც მაგათმა იკადრეს გაეროში ეხლა ეს განცხადი მხარი რო დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ. იცი ვინ არ დაუჭირა მხარი? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სასულხეთმა, აზერბაიჯანმა, ირანმა, თურქეთმა. და ერთი სოდომიტური ქვეყანა ასე ხარ როგორ ძულვართ ჩვენ მეზობლებთ აი ამის შემხედვარე ბიჭო არა ბიჭო ეს ქვეყანა რომ დასაშინელია მაგათი გადმოსახედიდან ამაზე ორი აზრი არ არსებობს კაცო აი პატარა ისრაელი მუსულმანურ სამყაროსთვის რა გაიგე შენ ასე ხარ აქ რაც უნდა ცუდი რაც ცუდით არ უნდა მოხდეს ყველაფერი გაუხარდებათ რაც ამ ქვეყანას დაასუსტებს, დააშლის, დააკოჭმაცებს, ხო? ყველაფერი გაუხარდება ჩვენ საბრძოლოს. რატო იცი? არასწორი ცხოვრებით ცხოვრობთ, საუკუნეებია უკვე რა. ბიჭო, დაინახე რომ შენ სამეზობლოში არც ერთმა შენმა მამამ არჩენალმა ამერიკელებმაც არ დაუჭირეს მხარი. მაგრამ იმდენად რუსოფობი ხარ შენა, რომ შენ დაუჭირე, ქართულ ხალხს არ დაუჭირე. ქართულ ხალხმა არ მიიღოს ეს თავის თავზე. მაგრამ ნუ ლეგიტიმური ხელისუფლება ეხლა რომ მილიონმა კაცმა მისახმა ახლა არ დაუჭირო ქართულ ხალხმა იყვირე ახლა არ დაუჭირო. ქართული ხალხის სახელით ლაპარაკი. კარგი რა ვინ ეკითხება ქართულ ხალხს რა. ამიტომ კახა ამათი ბედი გამოტანი, ამათი წერა გამოტანილია. 100%-იანს გეუნებით, მილიარდ%-იანს გეუნებით ხალხო.
არავინ აი აქ არის ერთადერთი გამოსავალი. ერთადერთი სხვა არ არსებობს, ვინც არ უნდა რაც არ უნდა ილაპარაკოს. რა თავზეც არ უნდა დადგნენ. სანამ ვიტყვი გამოსავალს, ერთ კითხვას მე დაგისვავ. 1,20,000 კაცმა ქართულ ოცნებას მისცა ხმა თუ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს. აი სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დაბრუნდება პრემიერ-მინისტრად, არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ამ 1,20,000 კაცის წინაშე, ხო? ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. მეც გეთანხმები ბატონო პაატა. სხვა გამოსავალი ნურავი ტრაქს ნუ ათამაშებს რა. ბატონი ბიძინა უნდა მოვიდეს პრემიერად და დაალაგდება ყველაფერი. დაალაგდება აიღოს თავის თავზე ეხლა ეს ყველაფერი. უნდა დააწეს პირდაპირ მოსკოვში და იქ უნდა დაიწყოს ახალი რუსეთ-საქართველოს სამმოკავშირეო ხელშეკრულებებზე მუშაობა. არა, კახა, ხატი შემოვიტანო და ხატის წინ დავიფიცები. ხო არ გჯეროდათ ჩემი? თუ ეს ქვეყანა დედალ-მამლებივით არ დაშალონ და აქ უცმაცონ, აგერ თქვენ და აგერ მე. ეს ისეა გადაწყვეტილი, აი პირობად ვდები. არავინ არ მოგაწყვეტ კიდე ხე გეუბნები კახა. იმიტომ რომ ყველა ჩვენმა მეზობელმა ნახა უკვე რა პაროდა ხალხი ვართ კაცო. ჩვენ ის სანამ გაეროში გამოვიდოდნენ ეს ჩვენები მხარს დაუჭერდნენ, იქამდე ყველა მინისტრის ცოლები, პარლამენტარების ცოლები, თუ ეს ხელისუფლების ცოლები კიევში ჩავიდნენ ხალხო. კიევში ჩავიდნენ და ზელენსკის ხარდაჭერა გამოუცხადეს. რა თქინდა აგერ რა სატელევიზიო ანძა უკრაინის დამოუკიდებლობის ეგ შეიძლება, კახა, ეგ შეიძლება სახელმწიფოებრივი მიდგომით, მაგრამ შენ რო უკვე ფიზიკურად ჩადიხარ და ანუ გამიგეთ რა ვინ ახარ. ანუ შენ ხარ მტერის მხარეს, შენ ხარ სოდომიტების მხარეს, ხო? ანუ შენ ხარ ჩვენი მტერი. იცი ის მხარეს არის? თურქები რო დაბომბეს იდლიბში, სირიაში, იდლიბში და თურქები რო ამოწყვიტეს, მაგათ მხარეს ახარ შენ კაცო. ირანის ბავშვები რო დახოცეს, იმათ მხარეს ახარ კაცო შენ. იმიტომ რომ იქ დააწექი, იქ მიდიხარ. შენზე გამოტანილია ჯვარი, გადასმულია შენზე უკვე კაცო. არ გჯერათ, მე წოწონი და ვაივიში არ იყოს კაცო. ანუ ერთადერთი გამოსავალია ივანიშვილის პრემიერად მოსვლა და ეგრევე მოსკოვში ჩასვლა. კიდევ ერთხელ ვამბობ. მარტო ივანიშვილის კი არა. ყველა ქართველი თუ ერთმანეთის ნათესავი არ გაბდით, ახლა იმდენად მძიმეთაა უკვე გარეთ სიტუაცია. მე შევეხებით იმის რომ ჩამოვიდა რა, ეს ცერუს ისა. კი, აი მაგარი ყველაფერი კაცო. იმდენად რთულად არის ჩვენი საქმე, იმდენად რთულად არის, რომ კახა აღარ აქვს მნიშვნელობა შენ რა პოზიციაზე დგახარ. დასავლეთის ეს დაუშვათ რუსეთის ზოგი ვითომ რაღაცა ქართულო ბატონო პატა მოდი მივაყოლოთ ბარემ ამერიკის წეროს მივყვეთ მაგას ამას მივაყოლოთ ჩასვლასული რო იყო მოსკოვში რო იყო ჩასვლა და პუტინმა არ მიიღო არა არა ეხლა მნიშვნელოვანი ტყუილა გამაწყვეტინე თუ ყველა ქართველი ვისაც გვარი აქვს ქართული და კიდე რაღაცა ქართული უყვარს თუ ერთმანეთის ნათესავი არ გახდნენ ახლა შენზე დიდი ქვეყნები დაშალეს. რამდენი ძმა? 27 მილიონიანი ქვეყანა დაშალეს 7 დღეში მეთქი გეუნებით ხალხო. ორშაბათ დაიწყეს, შაბათ, არა, ორშაბათ დაიწყეს, შაბათ დაამთავრეს. სირიას გულისხმობ. უკრაინაზე აღარ მელაპარაკოთ, მაგის ბედი გადაწყვეტილია. 57 მილიონიანი ქვეყანა. მაგის როგორც სახელმწიფო უკრაინა მალე შეწყვიტავს პოლიტიკურ უკაზე არსებობას. აგერ თქვენ და აგერ მე კაცო, ეგ დამთავრდა. ამიტომ კახა კიდევ ერთხელ ვამბობ. თუ ყველა არ გავერთიანდით. გავერთიანდით როგორ? ერთმანეთის ნაცნობაში არ და კიდევ ერთხელ ვაგეუბნებით, რომ სანამ არ ქვეყანას, სანამ კიდე რაღაცა შეგვიძლია, უსაფრთხოების ქოლგაზე. ყველა ერთიანად არ შევთანხმდებით. კახა დაგშლიან მეთქი გეუბნებით. ძალიან მალე მოხდება ეგა. ძალიან მალე მოხდება. ანუ სამოქმედო გეგმა უნდა დაიდოს, რომ არ დაგშალონ სწორად ვიწყო. ეს არის ყველაფერი პატრიარქთან და მოკლედ შეხედეთ პატრიარქს სახეზე. ერთი გაღიმებული ფოტო შეგიძლიათ დამიდოთ.
ხო დადის ახლა ჩვენი პატრიარქი ღმერთმა ჯამთროს და დიდხანს ვიცოცხლოს. ერთი გაღიმებული მანახეთ მაგის ფოტო. დაჟე სოდომიტმა დაუწერა სოდომიტმა. ბიჭო ეს კაცო რავას ჩამოტირისო სახეო. კაი კაცო ერთი. იმანაც კი შეამჩნია კაცო. ძალიან მერე გვიანი არ იყოს კაცო. მერე არ იყოს იცი რა აი კოცების ბრალია. არა მიშას ბრალია. რა ის მიშას ედიკას ბრალია კაცო. აკრო ყველაფერი ედიკასგან დაიწყო. მერე იმისგან გაგძელდა მე ფეხებზე კიდია. მე გენობით ეხლა და რეალობა რაც არის. მერე თუ ჩამოინგა ჭერი ფეხებზე კიდია ვისი ბრალის გინდა იყოს. გეუბნებით ესია საქმე მიმდგარი. ვითომ ეს ბარში რომ მოკლეს დღეს. ვითომ დღეს არა კაიხნებ აბა ერთი კვირის გარდაცვლილი თუ 5 დღე. ნუ ეხლა დღეს იპოვეს. დღეს იპოვეს. სულ მაშინ აწუხა და იმიტომ გულ. ესაც რაღაცა ცუდი ნიშანი მენიშნა. რა ვიცი კახა მერთმა არ აქვს. ეხლა თუ ვინმეს გონია რომ იქ რო ჩავიდა ეს CERUS დირექტორი პირველი თუ ამის გაჟღერება არ უნდათ რომ სოფლიოს გაეგო ისე ჩავიდოდა რომ ვერანი ვერ გავიგებდით და ესე ხდება კაცო პირველად კი არ მოხდა ეგ შეხვედრა ესეთი რაღაცები ხდება სხვადასხვა სახელმწიფოებში ჩუმად საელჩოებში რაღაცები ხდებიან ხოლმე ხო მაგრამ მანამდე ტრამპმა დაანონსა ჩვენ მე მალე დავამთავრებ უკრაინაში კაი განები თავი მაგას რაღან სოფლიოს ანახეს რომ მე ჩავდივარ იქა მე ვიახლები იქა ხო ჯერ მაკედან უნდა იფიქრო რომ რაღაცა ისეთი ხდება რომ შენ 1,700,000 კაცმა ცოტა თავი მიათხა კედელს რომ იქნებ ტვინმა წასოვკა დაიწყოს მოძრაობა დაიწყოს ესე სისხლი ავიდეს და იქნებ გამოძრამდეს სისხლი კაცო ისაც არ ვიცი შეხვდნენ პუტინს იქნებ არ იყო საჭირო მაგის გაჟღერება რომ შეხვდა აქ იმაზე ლაპარაკი რომ ისე რა პუტინის რანგი არ არის ეგრე არ ხდება რაზე იყო ლაპარაკი მე მაინც ჩემი ვარაუდია მე მაინც გონია ირანი მე მაინც გონია რომ ბრიტანეთთან იაძერნი რაღაცა აი ამ თემებზე უკრაინაზე დაამთავრეთ მეთქი გეუბნებით კაცო რა უკრაინა ფეხებზე არ კიდიათ უკრაინა კაცო რაღაცოს უკრაინაა კაცო ერთი ტერიტორია პოლიგონად ყოფილი სახელმწიფო ყოფილი რაღაცა უკრაინა ერქვა რა ბჭო მორჩა კინო კაცო ეგ დაშლილი ქვეყანა აღარ არსებობს ეგ პროსტო არის პოლიგონი მორჩა რაზე მიდის ლაპარაკი სპარსეთის ყურე და ირაკლი გოგავამ თქვა რომ 40 ბაზა ქონდაო მინდა შეუსწორო ირაკლი გოგავს მე ძალიან გიპატიჟებ მაგ ბიჭ თუმცა პოლიტიკურად ჩვენ გასხოვებული იმაზე ვართ ნუ ის პროამერიკელია და მე ქართველი ისინი მეძახია პროუს ეხლა უყურე 40 ბაზა ქონდაო სპარსეთის ყურეში ტყუილია 23 ქონდა თუ ახლა ის ბაზებს ეძახის ადმინისტრაციულ შენობებს, მაშინ 40 მეტი ქონდა. მაგრამ სამხედრო ბაევოი ბაზა იყო 23. არც ერთი აღარ ფუნქციონირებს. კიდევ ერთხელ ხსნი მოსახლეობის გასაგონად. სპარსეთის ყურეში, ახლო აღმოსავლეთში 23 ბაზა ყავდა, ქონდა ბაევოი ქართულად როგორია ბაევოი? საბრძოლო მოქმედება. ხო, საბრძოლო ის, ხო, ბაევოი ხდებიან ხალხი და მეც ხა ვათამაში პერტადგილ. ხო, ბაევოი ბაზა ქონდა, არც ერთი დღეს აღარ ფუნქციონირებს. ერაყში იყო ერთი ვერტოლეტის პოლკი და იმანაც შეწყვიტა არსებობა. იორდანიაში ყავთ კიდე რაღაცა ის. ხა. აგერ გუშინ წინ დასხო იემენმა ის მაგათ ეს ვინც იმს. ახლა რატომ მომობ? რაღან გავიდნენ ამერიკელები უკვე ამ გავიდნენ კი არა გააბუნძულეს აქედან. ამიტომ შეიკრიბა ერთი ატომური ქვეყანა პაკისტანი, თურქეთი, საუდის არაბეთი
ირანს დაუძახეს რაღაცა ხელშეკრულებოდა და სამხედრო დავითომ თუ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მოხდება ეგ ნიშნავს და მოკლედ როგორც არის იცის ხალხმა ეგოგე. ეხლა თუ ვინმე ტვინი აქვს უნდა იფიქროს. აქამდე მაგ ქვეყანას ამერიკული ქოლგები ჰქონდათ. ესე იგი რაღაცა ესენი ამაზე შეთანხმდნენ რომ ერთობლივი რაღაცა და კიდე ეძახიან სხვა ქვეყანებს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ ამერიკული ქოლგამ ესე ვთქვათ კაკაშკით ჩაისვარა და გააბუნძულეს აქედან. ამიტომ ქმნიან თავის სამხედრო ქოლგას, სადაც ეძახიან ირანს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, ირანმა და ეგვიპტემა ჯერჯერობით თავი შეიკავეს. ეხლა ეს რას ნიშნავს? ამ ხელშეკრულების შემდეგ გამოვარდა ისრაელი და თურქეთის აეროდრომი, კონტროლირებადი აეროდრომი იდლიბში დაბომბა კაცო. ეხლა სხვეპლი არ არისო იქ დაწერეს. მაშინ გეკითხებით. მიმის ბაზიდან და რუსული ბაზიდან სამედიცინო ვერტალიოტებით როგორ გადაყავდათ, ვინები გადაყავდათ თურქეთში. თუ იქ სხვეპლი და დამშევილობები არ არის. რას გიჟობენ კაცო? თუ ამას ეს რას ნიშნავს? ამას შეეგუება ისრაელი? ამერიკელები შეეგუებია? ახლო აღმოსავლეთის დაკარგვა ნიშნავს თუ არა ავტომატურად დოლარიზაციის გაბანძებას? ამას ურჩევნია თუ არა ერთ იადენი ბომბი ისროლოთ, იმიტომ რომ ამერიკა როგორც ფუნქციონერი ესეთი საერთოდ მთავრდება კაცო. ამ დროს იქ რო ჩადის ეს ცერუსისა, ეს ხალხს როგორ აქვს წარმოდგენილი იცი? რუსები გააფრთხილეს. ულტიმატუმი წაუყენეს. რაც იწერება კაცო იმას გეუბნები ჩვენს დამპალ მედია საშუალებებში. და სახელმწიფო მედია ჩამპალ იმებში. რუსები რომელი ტელევიზიაც საუბრობს სიმართლეს იმ ტელევიზიას კი ხედავ რა ემართება. გითხრა და ესე იგიო ულტიმატუმი წაუყენესო რუსებსო. ვა. თუ ესე იგიო შენაო ნატოს წევრ ქვეყანას დასწრებო დედას გიტირებო. ბჭო, რატომ მაგას ულტიმატუმი ისედაც მიღებული გაქვს მაკანონი ნატოს წესდებაში. იმდენად დებილიზმში ეს ქვეყანა ჩავარდნილი, იმდენად ტოპიზმში, რა იბანუტი ნაროდო იტყვია რა. იმ ხელას სიგიჟეში ამბია რომ ამათ ჩვენს გარშემო რა ხდება? რატო აიშალა კუჩი ისე პაშინიანი? რატომ დაიწყო თურქეთში და როგორი კატეგორიის ხალხი თაცვლის კაცო ხელისუფლებას? ვინები არიან? სამხედროები ხო არ არიან შემთხვევით? სპეცსამსახურის თანამშრომლები, თან დიდი რანგის თანამშრომლები ხო არ არიან? შემთხვევით კაცო. ვინმე უყურა ედინაერასიას ყრილობას ეს წინასაარჩევნოდ? იქ რო ტანკების და სალდატების და სამხედროების ფონზე რომ მიდიოდა ყველაფერი. ხო გახსოვს რომ ვიმდირო იქ თელი სამხედროები მოვлен ჩემები მოვлен იქ ხელისუფლებაში მეთქი. ესენი როგორ უყურებენ იცი? მე არც რუსეთი მინდა და არც ამერიკა. არ მინდა. თითქოს ახლა ვიღაცა აი ბიჭო აბა არ უნდათ და აბა წაველით ხო თითქოს რამაც ვინმე თითქოს ეკითხება რამეს. არ მინდაო ხო ბიჭო რა სამგაც. არ გამაგიჟოთ. ზოგი ამბობს რომ ისე უნდა შევიარაღდეთო და ის უნდა შევიარაღდეთ ხალხი დღეს ხვალ აღარ იქნება თქვენ თავდებით დემოგრაფიულად ვირა უნდა შეიარაღდეთ კაცო. ან რა იარაღი უნდა იყიდით ამისთანმა ბიჭო ნუ გამაგიჟეთ მილიონ რაღაცა ჯარიყავ თურქებს. რას გიჟობენ ეს ხალხი ბიჭო აქ სიდებილეში არიან კაცო. კიდე ერთხელ გეუბნებით. ჩემი გამოსავალი გითხარით. დანარჩენი და აქ შეიქმნა მე ეს ტერორისტული ორგანიზაცია ეს ტაბლიაშვილები და ვიღაცები რომ გამოვიდნენ იქ რაღაცა პოლიტიკური ბანემ ამასაც შევეხები. კი ვიცით. ეს არის სუფთა ტერორისტული ორგანიზაციას ხნია. მეორე უსაფრთხოებად მან ტყუილ არაფერ მან ცოტა სხვა ამას ხედავ მე უკვე
ეს ტერორისტების ჯერ ვის უნდა შეაშინა შეხედე ჯერ რაც გვანა კახა ერთადერთ გამოსავალს ვონები ამ ხალხს მოგწონთ არ მოგწონთ ვიცი ახლა რასაც იტყვიან კომენტარებში ბიძინამ გააკეთა ეს ყველაფერი ბიძინამ დანიშნა ბიძინა თუ არ უნდა რა ბიძინას გარე შეკეთდება გავიგე ამას რომ იწეთ მაშინ იქ მიმიწერეთ ბიძინა არა მაგრამ ვინ ეგაც მიმიწერეთ კაცო ბიძინა არა მაგრამ აფხან ჩამომხანაშვილი ჟუჟუნა and ღობა გლოჯიაშვილი ვიკენდი დამიწერეთ ვიქა კაცო მარტივად გისვა კითხვას აი მაგიდაზე რომ დავჯდეთ აფხაზებთან მოსალაპარაკებლად ვისმა დაუჯდი აფხაზებს რა კატეგორიის ხალხს უჯდები პულის მცხოვრებს პოლიციის უფროსებს ვინმეს იქ რა ქვია სამოწყობოს ექიმებს თუ ვინც დღეს არის მართველი ხო ბადრი გომბა მოგწონს თუ არ მოგწონს ბიჭო რა ის არის დღეს კაცო იმას უნდა ველაპარაკო ხო იმას ის არის ბიჭო ის ხალხი ის და ხალხმა მას მისცა ლეგიტიმაცია რამდენად ჩვენს კონსტიტუციაში ჯდება არ ჯდება ეს ფეხერზე მკიდია კაცო ეხლა მეკითხები მილიონმა ხალხმა რომ ერთ კაცს ხმას აძლევს ვინ მაშინ გეკითხები ვინ უნდა იყოს დანარჩენი პირდაპირ გაგებით პინდარასტის რო ხმას აძლევს კაცო ხო გვარამია მეორე ადგილზე გავიდა მე ესაც მე არ დამაბრალოთ კაცო მეორე ადგილზე ბოლო მონაცემებით გავიდა ნიკო გვარამია ხო ქათამი ბიჭო ის ხალხი ვართ რომელიც შეგვიძლია აღდგით და ნიკო გვარამიას ხმა მივიცეთ კაცო თავისი წამოდი ნიკო აი მიდიხარ საარჩევნოდ და ესე ხო დგეხარ და მოდი ნიკა გვარამია აი მის წრეში ჩამახედა კაცო მაგრამ ეს საზოგადოებაა ხალხო ეს გვინდა ჩვენ ხო როგორც რა სამზარეულოში რა პროდუქტიცა გვაქვს ბიჭო ივით ვისარგებლო სხვა არა გვაქვს ბიჭო არ ადგება აღმაშენებელი საფლავიდან რა გავაკეთე აქ გვახდა გორგასალი აქ გიორგი მწყინვალე აქ დემეტრი თავდადებული ყავს ეს მაშინ გეკითხები რა გქნათ პირდაპირ გეუბნებით რომ აგერ ხო გაიხსენეთ ხალხო თქვენ ესე ივიწყებთ ჩვენ ის უნდა ვქნათ რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ვიღაცა ერთი ქვეყანა რომელიც მეზობელი ქვეყანაა რომ ხოლმე გადმოგვცეს და იმის ქვეშ ვიყო იმას ვინ უნდა დაილაპარაკოს მაგაზე გეუბნებით კახა მაგის დამლაპარაკებელი ჯერჯერობით არავინ არაა ივანიშვილის გარდა კახა გამოვიდა საგარეო ივანიშვილის გარდა არავინ არა გეთაყვე გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზახაროვი ლავროვი ხო კი ბოდიში ლავროვი პრეხანოველი ბიჭი კაცო ჩვენი ჯიგარო რა SSR რო ეწერა ჩვენი ჯიგარო კაცი ბიჭო გამოვიდა და გითხრა აი ამ ხალხს მე არ ვილაპარაკებიო ბიჭო ლავროვს კი არ დაესიზმრე ეს და მოდი ახლა რა გავაკეთე და მოდი ამას ვიტყვიო ბიჭო ეს რა თქმა უნდა თავარ სარგლოთან შეთანხმებული იყო კაცო პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო ვაფშეტა ეს ვირტუალური ქვეყანაა კაცო და ეს ეწყდება ეს საკითხი კაცო ბოჭორიშვილი კი არ არის კაცო ლავროვია იო რაღან გამოდა როგორი ახლა ეგ თქვას და ხვალ დაელაპარაკოს ეგრევე ხო წაუყენებენ იქაც ხო მეხუთე კოლონა არის კაცო რამდენი ძგინა კაცო ხო ეთქვი ბიჭო შენ გუშინ ესა თქვი ანუ ამას აღარ გააკეთებენ მეთქი კაცო რატომობა და ჩვენ დროის სიმცირის გამო კიდე რა გითხო დასასრულს მივახლოვდები და ბოლო კითხვა მაქვს ანუ მარია ზახაროვმა გააკეთა დიდი ბრიტანეთის მიმართ და ანუ რა იყო ამ განცხადების არსი მაყურებელს და საზოგადოებას უაუხსნათ თქვენ თვითონ ესე იგი კიდე ერთხელ გიმეორთ რომ ბრიტანეთი თამაშგარი მდგომარეობაშია ეშინია ბრიტანეთი თამაშგარი მდგომარეობაში დარჩენის და ეგ ის რომ ზელენსკიმ ეხლა იქ აუგორეს იქ რაღაცები იქ მოკლედ ეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფეოდოროვი და რაღაცა მაგრამ სანამ ზელენსკის ბრიტანელები ყავს ზელენსკის არავინ არ გაწინავს ეს ერთი მეორე თემა არის რომ ბრიტანელები
რაკეტებით და ამ დრონებით ეხმარებიან უკვე აშკარად. ხო და გააფრთხილა რომ კიდევ ერთხელ იქნება შემოღწეული ჩვენს ტერიტორიაზე ბრიტანული დრონები, პასუხს მიიღებთ. რა თქმა უნდა, ეს საგანგაშოა, ეს ძალიან საგანგაშოა. სამხედრო ობიექტებსაც მივწუდებითო, სადაც კაცობრიობა, სამხედრო ორი პასეიდონი და ბრიტანეთი როგორც იქ იქნება მე წყალი. იქ იქნება მე წყალი. ბასეინი ესე რომ ხო, წყალი იქ აღარაფერი აღარ იქნება, გასულ. ამიტომ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო იქ ჩასვლა იმისი, ამ CRU-ს იმის დირექტორის. ხო, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვა რამესანა გვაქვს საქმე, რა უკრაინა და რა ისა, კაცო. ესენი გიჟები არიან, კაცო. ვიღაც აინტერესებს უკრაინა, კაცო. დაამთავრეთ ეგ თემა გეუბნებით მეთქი. თემა არის ახლო აღმოსავლეთი და ევროპა. всё. იქ მთავრდებიან ჩვენი პატრონები, იქ ბოლომდე მთავრდებიან, ნადგურდებიან და ახლო აღმოსავლეთიდან ახვევინეს ამერიკელებს. აი ერთელი პროცესი ეს არის. ამიტომ ისინი იმ ევროპელებსაც უკან დასახევი გზა არ აქვთ. მე აქაც ველოდები პროვოკაციებს. მე არ გამოურიცხავ რომ აქედან აფრინდნენ სოხუმში ის დრონები და რაღაცები აქედან ააფრინონ. ხელისუფლებასული პრევენციის, აი თუ კიდევ პრევენციად მიიღეთ. რომ ის რუსეთის სამხედრო ბაზები და ეს მე თავის თავზე აიღოს უკრაინელებმა, რომ იქ იმიტომ დაუბომბეთ, რომ სამხედრო ბაზები იყო და რაღაცა, მოკლედ რაღაცეად მოაბავენ თავს. მაგრამ სპეცსამსახურებს ეწოდებათ საიდან აფრინდა. ანუ მარია ზახუროვას განცხადება რას მიანიშნებს? რომ არა, დიდი ბრიტანეთის დაასხეს თუ კი გაბედავენ კიდე რამე მსგავსის მიწოდებას, აუცილებლად დასხეს. ანუ ეს მუქარა არ იყო. არა, ესე არის მუქრებიან საერთოდ. ეს არ არის. ანუ როგორც ლიბერასტებს წარმოუდგენიათ მოსკოვის და რუსეთის სული იმუქრებაო ესეთი. ხო, მოდი მე რამე რატო გაჩერდა? მიაწოდოს კიდე. რატო არ აწოდეს? ხო, გაჩერდნენ. ხო, რატო გაჩერდნენ, კაცო? მიაწოდოს, რა პრობლემა? ასე ვერ უყურებთ, რომ გერმანიაში, იტალიაში, ბრიტანეთში, რუმინეთში რო ფეთქდება ეს, რა ქვია, სამხედრო ობიექტები. როგორ ფეთქდება, რა საინტერესო? რა ყველასე ზამეკანია ხდება, კაცო, იქა. ან გაზი. ხო, ან გაზის გაპარვა. როგორ კაცო, სხვა რამეს არ ეპარო. კაი, ხა, ყველაფერი ვიცით, ხალხო. მაგრამ ეს არის ცეცხლთან თამაში, კაცო. კი, აუცილებლად გეთანხმები, ბატონო პატა, დღევანდელი გადაცემას ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საკითხებიც მართლა მტკივნეული არის ჩვენ ქვეყნის თუ არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. და მე ბოლოს მინდა და ჩვენ დასაწყისში დაგვავზდა ამის თქმა და ნეპალის მოსახლეობას რას დაემართე ახლა ბიჭო, ეს რა იყო? ძალიან ნეპალის სახელმწიფოს ხელისუფლებას აქედან სამძიმარს უცხადებ და დაუბრუნდა ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა და ძალიან ცუდი ტრაგედია დატრიალდა. აი, ნახე რა ძალა აქვს წყალს რა. იმ ქვეყანაში, სადაც უყურე კადრებს. კი, როგორ არის ჩინეთის და იმის საზღვარზე, ნეპალის საზღვარზე პირდაპირ. ბიჭო. საკონტროლო პუნქტთან იყო პირდაპირ. კატასტროფა რა. და დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი, ტურისტი, ამერიკელი, ჩინელი თუ რა, არა აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა, ეს იყო დიდი ტრაგედია მართლა ნეპალის ხალხის და ჩინელი ხალხის მიმართ და მე კიდევ სამძიმარს გამოუცხადებ ჩვენი ტელევიზიის სახელით და ჩვენი თანამშრომლების სახელით ნეპალის და იქ დაღუპული ოჯახის წევრებს. ჩვენ დავამთავროთ ამით ბატონო პაატა გადაცემა და მომავალ პარასკევამდე და კიდევ დავამატებთ იმას, რომ მრავალი მარიამობის დღესასწაული გაუთენოს ქართველებს და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. გაიხარე. აბა. კიდევ ერთხელ მარიამობას გილოცავთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველა ქართველი გახვდეთ ერთმანეთის ნათესავი. რა თქმა უნდა, გაუცილებელი. დამიჯერეთ ხალხო, რასაც გეუბნებით. შეიძლება ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ცოტა მეტი ვიცი. просто იმიტომ კი არა მე ვიღაცა ვარ. იძულებული ვარ რომ ესეთი ვიცოდე რა. ხო და გეუბნებით რომ ძალიან ცუდათაა სიტუაცია. თუ ერთმანეთი ნათესავები არ გახვდეთ. თუ პირდაპირი გაგებით. მეც გეთანხმები ბატონო პაატა მაგ საკითხში, იმიტომ რომ აუცილებლობას წარმოადგენს ჯერ ქართველები ვართ, ქრისტიანები ვართ და ერთმანეთის მტრები არ უნდა ვიყოთ და რომელიც ერთმანეთის მტრები ანგრევს ქვეყანას და სახელმწიფოს. და ერთი ტრობა უკაცრავად. პოსტსკრიპტუმ კიდე გოგავას განცხადება ახლა გამახსენდა. კი ბატონო და რო ისაო რა ქვია თუ რომელიმე ხელისუფლება მოვიდაო და აფხაზეთის რაღაცაო დამოუკიდებლობაზე ცნობდა რაღაცაო ხო რაღაც ესეთი
ეს ხელისუფლება მყისერად დაემხობაო. ჯერ მე ვერ წავუმედგენი ეგეთ ხელისუფლება როგორ უნდა მოვიდეს, მაგრამ ვინ უნდა დაამხოს? ეგრეთ რომ რავი, აქამდე არ მიგვიყვანონ. ირაკლი, მაგამდე არ მიგვიყვანონ მეთქი და ვიცი. მაგზომამდე რომ არჩევანიც აღარ გქონდეს. ხო ვერ წარმოუდგენიათ ახლა ასაც ვამბობ. ბოლოს მაინც ვიტყვით თქვენი ციტატიდან ამოვიღებ იმ სიტყვებს, ჩვენ ერთმანეთის ნაცრებით თუ გავხდებით, ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა. ჩემო საყვარელო მაყურებლებო და ჩემო საყვარელო ქართველ ვერ. Поехали. კარგად ბრძანდებოდეთ. Всё. Гамаджо, Зераумас. Мы находимся на центральной улице Тбилиси, проспект Почтовый, где проведем социальный эксперимент. Здесь написано, я обратно, если вы считаете, что мы братья, давайте обнимемся.